ბიძინა ივანიშვილს იმისთვის რომ გადარჩეს სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება. პაპუაშვილის მერე თავად მოაყოლე ნიკოლოზ სამხარაძის ამის საპირისპირო განცხადება, ხო? ანუ ჩვენ იმისთვის რომ გავარკვიოთ ბიძინა ივანიშვილი რა რთულ დღეშია და როგორ ჩიხშია, უნდა გავაანალიზოთ მისი ამორჩეველი. მისი ამორჩეველი შედგება სადღაც 15% ან მაქსიმუმ 20% ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ან თავს რაღაცა რუსულ წიაღში ხედავენ კარგად, ან სულ ერთია, ეს არის ერთი, მაგრამ ეს ხალხი მას არ ყოფნის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მას სჭირდება შეინარჩუნოს პროევროპელი სტატუს-კვო ლოიალისტები სხვადასხვა ფორმით. იქნება ეს ომის შიში, იქნება ეს რაღაც ვთქვათ, ეკონომიკური სიკეთეები, რომ მაგალითად სოციალური დახმარება, ანუ მილიონი რამეა, რითიც ოცნებას უჭირავს ხალხი, არა იმიტომ რომ მათ ოცნება მოსწონთ, არამედ იმიტომ რომ ამ მომენტში მათ ასე სჭირდებათ, ხო, ეს არის. აი ეს ხალხი პროევროპელი ხალხია და მისი შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით ცარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. რამდენი წელია ხალ პაპუაშვილი ყოველდღე რო ბრიუსელს ურტყავს. გასაგებია, მაგრამ ესე ურტყავდა, როცა აი ხალხი გეტყვი, ესე ურტყავდა, როცა კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხო? ესე ურტყავდა და კანდიდატის სტატუსი მიიღო. ასეთი ინტენსივობით არის. არა, მაშინაც ახლა იმედზე გადაცემა აქვს სპეციალური ევროანატომია ქვია კვირაში ერთხელ, სადაც გადაცემა. ამიშალობა ხა შენ ყოველდღე ურტყამ თუ კვირაში ორჯერ თუ ურტყამ და კამპანია გაქვს ევროკავშირის წინააღმდეგ და ამაში იღებ კანდიდატის სტატუსს, ის ადამიანი, რომელსაც სტატუს-კვოსთან შეგუება სჭირდება ეხა ბევრი გარემოებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ თავი ევროპაში წარმოუდგენია, თავს იმშვიდებს, რომ კაცო ეს კაცი ევროპისთვის მუჯლუგუნების რტყმაში აგერ თავისას მაინც იღებს, ხო? აგერ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამაზეა აწყობილი მთელი კამპანია, რომ ერთი მხრივ მათ შეინარჩუნონ თავისი ბაზა, რომელიც არის ანტიდასავლური ბაზა, რომელსაც დასავლეთი გონია, რავი, ომის დამქაში და ასე შემდეგ, ანუ ეს საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ მათ სჭირდებათ, რომ დააბნიონ სტატუს-კვო ლოიალისტები, სინამდვილეში აკეთონ ყველაფერი ანტიდასავლურად, უბრალოდ მათ შეუქმნან წარმოდგენა, რომ აი ამ ანტიდასავლურ მოქმედებებში ისინი ევროპაში ინტეგრირდებიან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და აქამდე ის ასეთ თამაშს იმიტომ ახერხებს, რომ ოპონენტებიც ხელს უწყობენ. არა, ოპონენტებიც ხელს, ბატონო? მე მეჩვენება უბრალოდ რომ შეცვალეს. არა, მე შენ გეჩვენ, აი სწორი სიტყვა თქვი, მე რა, შენ გეჩვენება. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გამაზე ვიმსჯელოთ, მე მეჩვენება თქვენ ხედავთ არასოდეს. ეს ტაქტიკა რას თქვენ ამბობთ მანამდე, როცა კანდიდატის სტატუსი მიიღეს შემდეგ. ეხლაც აქვთ და ახლაც ანუ რატო ლაპარაკობს მაშინ სამხარაძე ამას? რატომ ხდება მაშინ მაკაბოჭორიშვილი? ანუ რატომ ხდება მაშინ მაკაბოჭორიშვილი ემათ რა ქვია, იმ მახარაშვილთან და იმათთან ერთად ევროკავშირის წარმომადგენლებს რატომ იძახის, რომ ისინი მზად არიან, ხო? ანუ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ყველა რუს ოლიგარქს, სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. აქამდე ის ამას ვერ შეინარჩუნებდა. გარკვეულწილად მათ შორის წინააღმდეგობა მათ შეუწყო ხელი. ჩვენ ხო გვახსოვს, რომ იყო ეს რაღაცა ისინი რა ქვია, რომ ეხლა მას უნდა ვაიძულოთ კანდიდატის სტატუსის მიღება. ნუ ეხლა ყურებიდან და თვალებიდან სისხლი მომდიოდა, თანცრემლები მომდიოდა, იმიტომ რომ ხედავდი როგორც ეთამაშება ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას. ხო, ამის შედეგად რაც მოხდა, ის სამოქალაქო საზოგადოების ის ორგანიზაციები, რომლებიც კანდიდატის სტატუსი უპირობოდ უნდა მოგვცეთ, თორე ქართველი ხალხი ზურგში აქცევს ევროინტეგრაციას, რო იძახდნენ, არც ერთი აღარ არსებობს დღეს. საქართველოში არც ერთი აღარ ფუნქციონირებს. ანუ რეალურად ბიძინა ივანიშვილი რომ გადარჩეს სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება და ერთადერთი ამოცანა რო შეასრულოს კარგად ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ, რომ მას სტრატეგიული ბუნდოვანების შესაძლებლობა არ მისცეს. ამისთვის უბრალოდ სწორად უნდა შეაფასოს ბიძინა ივანიშვილის სურვილები. მაგალითად, აი ახლაც იყო ისტერიკა, რომ არ უნდა ამ კაცს ამერიკასთან დალაგება, აი ხო ხედავთ, აი რუბიოსთან ეს რომ მოხდა, ხო? თუ დაულაგდებიან და ევროკავშირში თუ მიიღებენ უპირობოდ, უარს კი არ იტყვის, მაგრამ ეს ემზადება იმისთვის, რომ რადგან არაფერს არ შეასრულებს სასამართლოს, ხო არ გააკეთებს დამოუკიდებლობას. შესაბამისად, ევროკავშირში არ მიგვიღებენ და რო არ მიგვიღებენ, ემზადება იმისთვის, რომ უკვე ისე დისკრედიტირებული იყოს ევროპა.
ამორჩევლის თვალში, რომ აქ არავინ პროტესტი არ გამოთქვას ამაზე. ამაზე არის საუბარი. ცხადია, ანუ მას სჭირდება იმისგან კი არ აგინებს, კაი ცხოვრებისგან კი არ აგინებს ევროკავშირს, კი არ უნდა ევროკავშირის გინება. უბრალოდ უწევს ევროკავშირის გინება, რომ ნიადაგი მოამზადოს იმისთვის, რომ სრული გაუცხოება რომ მოხდება, ევროკავშირი იყოს შერაცხული მტრად. ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს. ანუ იმიტომ კი არა რომ არ სჭირდება, ძალიან სჭირდება, კაცო, პუტინსაც სჭირდება ამერიკასთან დალაგება, მარტო ბიზნესი, ოღონდ თავისი პირობებით სჭირდება. და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა, ხო? იმიტომ რომ ეხლა რა ვითარებაში ვარ ჩვენ. მართლა ეხლა იმაში იმერეთში ვიყავი რა, დღიანი კამპანია ქონდა ქუთაისში და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩამოსული. მართლა არაფერი არ აკლია რეჟიმის შეცვლას ძლიერ დემოკრატიული ალტერნატივის გარდა. რეალურად როგორც წინააღმდეგობის კუთხით, ხო? იმიტომ რომ ხალხი წინააღმდეგობაშია. მიუხედავად იმისა, რამდენი გამოდის აქციაზე და რამდენი არა, რომ ელაპარაკები ჯერ მარტო მიმღებლობა არის ისე გაზრდილი. ანუ ყველგან ველაპარაკებოდი, სადაც შესაძლებელია. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, ახლა კამერებით არ მივდებდი უკანა, ტელევიზიებს არ ვეძახდი, მოდით გამაშუქეთ მე. არც არავინ გამაშუქებდა, კოცები თუ გამაშუქებდნენ მარტო, შეგეძლო თავად გადაგიღოთ. მაგრამ მე თვითონაც მაღაზია არ ვიყავი, ანუ მაინტერესებდა სამუშაო ვიზიტით ვიყავი და ანუ რეალურად ხო და ეს მაინტერესებს, სად შეხვდით ხალხს, ანუ რაღაც თქვენს მომხრეებს ხვდებოდით თუ სადღე ბაზარში დადიოდით? არა, ანუ ბაზარშიც დავდიოდი, ოღონდ დავდიოდი როგორც ქუთაისში მცხოვრები და არა როგორც პოლიტიკოსი, რომელიც რაღაცა შედის და ლიფლეტებს არიგებს, თუმცა მე ჩვენი აქტივისტები შევიდნენ და დაარიგეს კიდეც ეს ჩვენი ქართული ხალხი უკეთეს იმსახურებს, ანუ ამოცანა რა იყო, რომ ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდეთ, ასე ლიფლეტზეც ესე ეწერა, მაგრამ ერთზე შევთანხმდებით, რომ ჩვენ ანუ ქართული ხალხი უკეთეს იმსახურებს, შენ უკეთეს იმსახურებს, შენი მეზობელი უკეთეს იმსახურებს, ანუ უკეთესად ყოფნას ვიმსახურებთ და ამაზე შეთანხმება და ამაზე ფიქრი თუ დაიწყო ქართულმა ხალხმა, ხო? ეგ იმას ნიშნავს, რომ ნაბიჯსაც გადადგამს უკეთესი ცხოვრებისკენ, როცა დაინახავს ამ უკეთეს ცხოვრებას. მაგრამ სხვა რამე მინდა ვთქვა, ანუ წინააღმდეგობა ცოცხალია და არსებობს და ის გამოჩნდა 26 მაისსაც, ხო? საერთაშორისო წნეხს რაც შეეხება დასავლეთისგან იზოლაციის პრობლემას ბიძინა ივანიშვილი ვერ გადალახავს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ შენ ძალიან კარგად აღწერე, რომ ვერ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რაც გადატვირთვისთვის არის საჭირო. ევროკავშირს რომ დავიდავანებოთ, ამერიკას სჭირდებათ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ სანქცია ადევს ხაზინის და ძალიან დიდი პრობლემაა, ხო ეს. ტრამპი დემოკრატიას არ მოითხოვდა. ანუ ტრამპი დემოკრატიას კი არა, სტაბილურობას ითხოვს. ანუ ტრამპის ადმინისტრაცია არც მალავს იმას, რომ მათი ამოცანა ახლა საქართველოს დემოკრატიის მშენებლობა არ არის. მათი ამოცანა არის მათი პროექტების სტაბილურობა. იმისთვის რომ ამ რეჟიმმა შეძლოს სტაბილურობის უზრუნველყოფა, სჭირდება A, B, C, D-ს გაკეთება, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა იწუწუნოს ყობახიძემ აზერბაიჯანს, რატო არ მოთხოვეს, რომ აზერბაიჯანი სხვა ტიპის ქვეყანაა. ნავთობის სახელმწიფო ალიევს სხვა წესრიგი აქ იქ და იმ წესრიგში სტაბილურობა უზრუნველყოფილი აქვს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავისივე დათვლებით 800,000 კაცი აძლევს ხმას, რომელსაც დღეს პარტიებს უკრძალავს ის საერთოდ და ტროტუარზე დგომისთვის, გამოხატვისთვის ხალხს იმაში ვერ აჩერებს თან წინააღმდეგობას, ხო? სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში იყო 26 მაისის აქცია რო ნახა. 2 წლიანი რეპრესიების შემდეგ ახლა თუ რამეზე ინფორმირებულები არიან, მაგაზე არიან ინფორმირებულები, ხო, რეპრესიებზე. და ამდენი რეპრესიის შემდეგ რომ ამდენი ხალხი ქუჩაში გარეთ გამოდის, თუ ხედავენ ისინი რომ ამ კაც სტაბილიზაცია სიტუაციის არ შეუძლია. სულ რო იქო მოწოდება გაუკეთესო პარლამენტმასო ოპოზიციურ პარტიებს რომ პარლამენტში შევიდნენ. კაცო ნორმალურ სიტუაციაში ოპოზიცია რომ პარლამენტში უნდა იყოს, მაგ მოწოდებას ვინ არ გააკეთებს, მაგრამ ეს კრიზისი რომ ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლით არ შექმნილა. შენც ხო იცი, მეც ხო ვიცი და ახლა რამენაირად სახელმწიფო დეპარტამენტმაც იცის, ხო? 28 ნოემბრით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და შემდეგ ქართული ხალხის რეაქციით შეიქმნა ეს კრიზისი. და იქამდე კრიზისი შექმნა რუსული ყაიდის კანონებმა. ანუ იმისთვის რომ ამერიკასთან გადატვირთვა მოხდეს, კრიზისი უნდა განიმუხტოს. და ეს კრიზისი განიმუხტება თუ რუსულ კანონებს გააუქმებს, თუ პოლიტიკურ დევნას შეწყვეტს. ხვდებით რას ვამბობ, ანუ აქაც შემოდის და ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ამ კრიზისს იმით განმუხტავს, რომ ნუ ოპოზიცია კიდევ უფრო დასუსტდება, პროტესტი განულდება და მე იტყვის რომ ეს დავამყარე აქ. ჩემი წესრიგი. მაგის იმედი აქვს, ამიტომაც რეპრესიები, ამიტომ არის ესეთი გიჟური, რომ რაღაცნაირი გამყინავი ეფექტი იქონიას პროტესტზე, ხო, მაგრამ და გასაგებია რომ თუ გატეხა ეხა და დაგხოცა ყველანი და სტალინური რეპრესიები ჩაატარა, გასაგებია რომ რაღაც მომენტში გატეხავს, მაგრამ ვერ უნდა აწიოს ეს, ხო, არ უნდა ავაწევინოთ, ამისთვის უნდა ვიყოთ პოლიტიკური ალტერნატივა, რომ ეს არ უნდა ავაწევინოთ. და ჯერჯერობით არის ვაწევინებთ და პოლიტიკურ სპექტრზეც არ არის იმდენად დაკავშირებული. პოლიტიკურ სპექტრზე არის ცვლილება დამოკიდებული, მაგრამ პროტესტი და წინააღმდეგობა პოლიტიკურ სპექტრს არ დაუორგანიზებია. ეს პროტესტი არის სრულიად თვითნაბადი და კი პოლიტიკურმა სპექტრმა იმ პარტიებმა,
რომლებმაც პროტესტს უერთგულეთ და არაღიარების პოლიტიკას და წინააღმდეგობის პოლიტიკას გავყევით, მათ მეტინდობის მანდატი გვაქვს. ეხლა 26 მაისის აქციას თუ შეხედავ, ალიანსის დაანონსებული იყო ეს ალიანს რა აერთიანებს? აერთიანებს ის, რომ ბოიკოტშია, ხო? ანუ რეალურად ალიანსში არიან ის პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ ამ რეჟიმს. და ამ გზას გიფასებს, თორე ეხლა მე ხო არ შევუყვარდი უფრო მეტად ან იმას რა ქვია, ნიკა გვარამია, ხო? რეალურად გვეთანხმება იმაში, რასაც ვაკეთებთ და მაგაში მოყვება. ამ გზით უნდა ვიაროთ, უბრალოდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავამატოთ პოლიტიკური ალტერნატივა, რა პოპულის და ყურპური და ყველეს საკითხები. იმიტომ რომ ერთია შენ წინააღმდეგობაში, ვინც არის ხალხი, ის დააინტერესო და იმისი გალვანიზაცია გააკეთო, მაგრამ მეორეა რომ აი ეს ხალხი, ვინც უკვე გალვანიზებულია, შენ ჩართო იმაზე საუბარში, რაც ამათ გარშემო არსებულ ხალხს ჩართავს უკვე პროცესში. და აქ უკვე პური და ყველი გჭირდება და ამას ეძღვნება ჩვენი ზაფხულის კამპანია და კაი იქნება თუ ალიანსიც ერთობლივად დროზე დავიწყებთ. აი ეგ ალტერნატივა თქვენც ამბობთ, რომ ალტერნატივა არის საჭირო. და რამდენად აღიქვამს ხალხი ალიანს ალტერნატივას? ამის პოტენციალი რამდენად არის? დრო სჭირდება ახლა. გათვალისწინებით იმ დაპირისპირების, რომლებიც არის ალიანსში. ჭკვიანურად შედგენილი დოკუმენტია ალიანს. ანუ რეალურად ახლა ჩვენ ხო ციდან ჩამოფრენილები არა ვართ ქართულ პოლიტიკაში და როცა ალიანსს ვაკეთებდით და მასში უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა თავისი მიხეილ სააკაშვილიანა, ვიცოდით რა სირთულეებით შეიძლება მოყოლოდა, იმიტომ რომ 2016 წელს ნაციონალური მოძრაობა რამე სხვას გამო კი არ დაიშალა. ბოკერი ეუბნებოდა თუ უნდა პარტია განვითარდეს, წესებით უნდა იმართებოდეს და არა შენი ახირებებითო. და ამიტომ დაიშალა პარტია, ამიტომ გახდა მიშა მოღალატე, თორე რამე სხვა მიზეზზე კი არ იყო. მართლა რაღაცა იქ ბიძინა კი არ იყო ჩარეული ამაში. მიშამ დაშალა თავისი პარტია. როგორც მე მიშამ დაშალა თავისი პარტია, შემდეგ მიშამ დაშალა თავისი პარტია, შემდეგ იმიტომ რომ მდგრადი არ არის ის რაც მიშას უნდა. მიშას ახირებები არის სრულიად დაცილებული რეალობას და მან ბოკერია და ის კი არა რა ქვია, ვერავინ ვერ შეუსრულებს მაგას უბრალოდ, რასაც ის ითხოვს. ესე მისი პარტია ვერ გადარჩება. აქედან გამომდინარე, აქაც ბუნებრივია მოსალოდნელი იყო. უბრალოდ ახლა ხშირად ისეთი გარემოებები იქმნება, რომ ესეთ ახირებულ ხალხსაც, როგორც სააკაშვილია, რაღაცნაირად განძრევის შესაძლებლობა არ ეძლევა, ხო? ანუ იმიტომ რომ უწევს, რომ გაყვეს რაღაცა წესრიგს. ეხლა ამ შემთხვევაში გადაწყვიტა, რომ არ უნდა მოუწიოს ეს ყველაფერი და ჭკვიანურად შედგენილი დოკუმენტია. ანუ გარიცხვის პროცედურაც კი არ არსებობს შიგნით. პირდაპირ წერია, რომ ამ ალიანსში და ამ ერთობაში მონაწილეობის წინაპირობა არის წესების დაცვა და სტრატეგიის გაზიარება. მაგან კოალიცია ბოროტებად გამოაცხადა და ყვირის ჩემ წესებს თავზე ვერავინ ვერ მომახველსო და ეხა თვითონ იყენებს თავს ხო ალიანს გარეთ. ეხა გასაგებია რომ ბევრისთვის ეხა ალიანსის შიგნით მე არ უყურებ ესე საკითხს, ანუ მე ვთვლი რომ გაცილებით უფრო სწრაფად წავა ალიანსი წინ, ეს კაცი თუ გარეთ დარჩება. მაგრამ ნაციონალიზება თუ არ იქნება ალიანსში ამას. არც არის ეხა, არც მიუღია ორი თვე არანაირ მონაწილეობა საერთოდ არაფერში არ მიუღია. არაფერში საერთოდ არანაირში. და ერთადერთი რასაც ვითხოვდა ხა 26 მაისის აქციას რო ვატარებდით, იქ სიტყვით გამოსვლა უნდოდათ და ფავლენამ ერთი დღე არიგა ლიფლეტები რომ სიტყვით გამოსვლის უფლება მოეპოვებინა. ისაც ახლა 26 მაისის დამოუკიდებლობის დღეა, წიხლების თქმას ვარ დაუწყებ ფავლენას სიტყვით არ გამოხვიდეო, ხო? ანუ მაგას ვარ ვიტყვით რომ არ არსებობენ საერთოდ არანაირი კონტრიბუცია, არც ფინანსური. გერმანული ანგარიშით ვიყოფთ იქ ყველაფერს. რა ესე ვიღაცა ერთი კაცი არ გვაფინანსებს. ყველა პარტია შევდივართ ჩვენ წილს. არც ანუ არ შემოსულან მაგაში საერთოდ არ არსებობენ ჩათვალი. უბრალოდ ბოლოს აყენებენ ტელევიზიით, ქოცებს აწყობთ, ლელოს აწყობს, ანუ ხაზარადეს აწყობს, რომ ალიანსი წარუმატებლად გამოჩნდეს და აი ეს ბოლი იქმნება. ეხა ერთადერთი რაც მე მაწუხებს არის ის, რომ ალიანსმა დროულად დავიწყოთ მოქმედება, ამიტომ ვიყავი გავარდნილი მარტოც, რომ ვაკუუმი არ შემექმნა რა, იმიტომ რომ დაგდევს მე მთელი ეს მედია, საერთოდ სხვა საზრუნავი რო გაქვს, გეკითხება იმან შენზე ეს თქვა, აბა ამან ეს თქვა და ამაში გითხრევენ და საერთოდ სხვაგან არის ხალხი. საერთოდ ანუ აი მიშას მიმართ დამოკიდებულებაც იცი რომ აუ მაგან ხო ტვინი წაიღო იქიდან რა აი ეს დამოკიდებულება რომ აღარ შეუძლია ხალხს ხო ჯობია ბარე მაშინ იყოს მიშა ცალკე და ალიანსი იყოს ცალკე არა ოფიციალურადაც იყოს ასე ოფიციალური არანაირი ანუ ჩვენ ალიანსი ისინი არ ტოვებენ ალიანსს იმიტომ რომ არ უნდათ სახელი დაერქვათ რომ აი შენ დაარღვი ერთობა იზოლაციაში ყოფნა არ უნდათ იმიტომ რომ ვერ გადაურჩებათ პარტია ერთი გარეთ სხვა არიან ხალხო დარჩენილი თბილისში მიშას თავისი ამორჩეველი ყავს რანა მეხუთე ადგილზე გავიდა მისი პარტია. მეხუთე ადგილზე გავიდა მისი პარტია. ამიტომ აქ ისტერიკა ახალზე ატეხილი. რომ ხალხს უნდა წარმოუჩინოს, რომ ვითომ ახალიც მისი ხმებია. სინამდვილეში ახალმა თბილისში, იმიტომ მოუგო, რომ მიშა არ ყავდა. ელენე იყო, ზურა იყო, გვარამია იყო, რაღაც ძალას ასხივებდნენ, ხო? ანუ ტელევიზია ქონდა მაშინ გვარამიას და ამიტომ ამას აკეთებდა და მიშა არ იყო კიდე შიგნით და თბილისში ხალხი გაიქცა და ვინც გახარიას და ლელოს არენდობოდა, მიცა მაგათ ხმა. აი ეგრე აიღო მიშა რო არ იყო ამიტომ გაასწრო ახალმა მიშას თბილისში ყოველ შემთხვევაში
აი ეს იყო მთავარი მიზეზი. შეიძლება რეგიონებში ფული ყოფილიყო მიზეზი, მაგრამ თბილისში ფული არ იგებს არჩევნებს. ხო, გავიგეთ, მაგრამ ეხლა ხო შეცვლილია ვითარება. მართლაც ახალისთვისაც შეცვლილია ვითარება. ანუ ნიშნულობა არა აქვს. ანუ შეუნდა შეხედო დინამიკა. საიდანაც წამოვიდა კაცი. საიდანაც წამოვიდა. ამ დინამიკას თუ რადიკალურად არ შეცვალა მიდგომა, ვერ შეატრიალებს, ანუ ბუნების კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, მისთვის გადარჩენის გზა არის ალიანსში ყოფნა და წესებზე დამორჩილება და იმის მიღება, რომ ერთ-ერთია და არა ერთადერთი. მაშინ თუ ეს არის გადარჩენის გზა, მაშინ რატო ეჭვდება? არა, იმიტომ რომ არა რაციონალურია, მაგას ვამბობ, რომ რეალობას დაშორებულია მეთქი მისი ახირებები, ანუ გონზე არ არის რასაკეთებს საერთოდ. არ არის, ანუ რეალობას აცდენელია. ის მიზანია, რომ უბრალოდ მისი რგული გაერთიანდეს ყველა. ეს მისი მიზანია, რამდენი წელია, კაცო, 13 წელია ეს მისი მიზანია. უბრალოდ საერთოდ ადრე თუ კიდე რაღაცა საფუძველი ქონდა იმის გამო, რომ რაღაცა გრავიტაციის წერტილი იყო, დღეს მაგ მხრივაც ჩამონგრეულია. 20-24 წლის არჩევნებში 4 თანაზომად ნაწილად დაიყო პოლიტიკური ველი, ხო, დაახლოებით. ანუ 4 ბარიერგადალახული პარტია დაგაჩნდა, რომელთა შორისაც დიდი განსხვავებები არ არის, ხო? მიშა სააკაშვილი დედაქალაქში გავიდა მეხუთე ადგილზე. ეს იცით რას ნიშნავს? პოლიტიკური ცვლილების და აი ამ თქვათ გარდაქმნის პროცესი სულ იწყება დედაქალაქიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ არჩევნებში რეგიონებშიც გალეული იქნება. ეს მაგას ნიშნავს, ანუ ქრება რეალურად და მისთვის ჩვენთვის ახლა როცა ალიანს ვქვით, ახლა ხო ზუსტად ახლა მედაბოკერიას ვინმე გვასწავლის, ახლა მიშა იქ რას მოაწყობ და ვიცოდით ხო, უბრალოდ ესეც გასავლელი პროცესია, იმიტომ რომ დანარჩენებმაც უნდა დაინახონ. დანარჩენებმაც უნდა დაინახონ, ხო, რომ სინამდვილეში თურმე ჩერგო არ ურევს არაფერს, ზის და მუშაობს. თუ ახლა ნაციონალიზმი არ გავა ალიანსიდან და ესე დარჩება, როგორც არის, ეს ვერ მოხდება, გასულია, უბრალოდ ალიანსმა უნდა გამოჩნდეს ეს, რომ ალიანსი გავიდეს, კამპანია დაიწყოს სადმე, მაგალითად, რაც დაგეგმილი გვაქვს ახლა, რაც დავაანონსეთ 26 მაისს. ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს. ფედერალისტებმა დავიწყებთ, ყველა აქციას უერთდები და 20 მაისს დაიგეგმა აქცია, აქტივისტებმა და ნაციონალიზმმა თქვა, რომ ჩვენ უერთდებით. თქვენც უერთდებით? ჩვენც გავალთ აქციაზე ფედერალისტები არ არსებობს არანაირ ესეთ მონაწილეობას არ უღებთ ჩვენ ანუ ამ კამპანიას რო დავასრულებთ მეერე გვექნება შემაჯამებელი აქცია სადაც ასევე რაღაცა გვინდა რომ დიდი აქცია იყოს და როგორც 26 მაისს ქართულმა ხალხმა ისევ დაინახოს რომ წინააღმდეგობა ცოცხალი და გაფართოებულია ეს დავაანონსეთ შემოდგამაზე ხო ვთქვით კიდეც ანუ მე მგონი ვაშაძემ დაანონსა რომ ეხლა კამპანიას ვიწყებთ და მე კიდე შევხვდებით ხო? არა, ნუ ბევრს მოეჩვენა რომ ძალიან დიდი ლუფტი იყო. გავიგე, მაგრამ სიყვარული პროტესტი ხო არც პროტესტში ხო მონაწილეობთ ისედაც ხო ყოველდღე გეუბნებით რომ ფედერალისტებს არც ერთი დღე არ გამოუტოვებიათ, ანუ ფედერალისტების ბირჟა არსებობს და თუ შემთხვევით სადმე ქალაქგარეთ ვართ გასულები, მაშინ სადაც არის პროტესტი, იქ ვამაგრებთ პროტესტის ბირჟას. ეგ გასაგებია, აქ საუბარია თქვენ რას აორგანიზებთ? ჩვენ არ ვაორგანიზებთ ამას, ჩვენ ვართ კამპანიაში, ეხლა შემდეგი ეს გვაქვს აჭარა შეიძლება სექტემბრისთვის გადავდოთ. ნაციონალურ საუბრობდით და იქ რაღაც შეიძლება რაღაც ცვლილებები იყოს, თანათავმჯდომარე გაჩნდეს ახალი. ნანუკა ჟორჟოლიანის სახით რას ფიქრობთ? შეცვლის ამას პარტიაში მათთვის? ანუ გაძლიერებისკენ არ შეცვლის. ანუ მაგ პარტიას აქვს ფუნდამენტური პრობლემა მიშა სააკაშვილის სახით. ანუ თუ მიშა სააკაშვილი არ შეცვლის მიდგომას, ანუ იქ სადაც მიშაზე მაღალი ვერ გაიზარდები და წაგაცლიან თავს თუ მიშაზე მაღალი გაიზარდე. ის პარტია როგორ უნდა განვითარდეს, ანუ ის პარტიამ განგრძობითობა როგორ უნდა შეიძინოს, ის ხო რაღაცა თავისივე გუბეში დაშრება, ხო? ანუ ეს გუბე დაშრება და დარჩება შიგნით. შეუძლებელია, ანუ იმ სისტემაში, სადაც რაც მიშას უნდა, ყველაფერი ის უნდა იყვირო, თორე, ანუ ჯერმერცერთიც, ანუ მაგ სისტემაში თავმოყარე ადამიანმა, როგორ შეიძლება პროფესიონალმა შეიძლება გაძლოს, სადაც სიმართლეს კი არ ემსახურება, არამედ მიშას ახირებებს ემსახურება. ესეთი რამე ხო წარმოუდგენელია, როგორც ბიძინას გარშემო ვერ გაძლებს ვერც ერთი თავმოყარე ადამიანი, ისე მიშას გარშემო ვერ გაძლებს, როცა მიშასგან იღებს ბრძანებებს, თორე ხა სანამ ამორჩეველი ყავს პროცესში, ყველა უნდა იყოს, ვისაც ამორჩეველი ყავს, მე ვინმე კითხება, ვინ იქნება და ვინ არა. ხშირად აკეთებენ ხოლმე ამ იმას, რომ აი ალიანსში ერთმანეთს ლანძღავდით და ეხა როგორ ვეგოიკაცო მე ხო არ ვწყვეტ იმ ალიანსში ვისაც ამორჩეველი ყავს ყველა უნდა იყოს რა ვიცი ეხა ეს არის სამსახური ერთგვარი ხო ანუ მუშაობთ იმაზე რომ ცვლილებას მივახციოთ და სამსახურში როგორი ის არის რას სამეჭლებას ქისეს ეხა შავ პაპაშვილი გამოდა თქვა რომ შეხედეთ და ჭამენ ერთმანეთს კიდევ კარგიო რომ
ჰერჩინსკის ოცნება არ ახდა, ესენი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში რო იყვნენ და ესე დაეჭამათ ერთმანეთი, რა მოხდებოდა ხო წარმოგიდგენიათ და ხალხზე ეს მუშაობს, ხო ესენი აქ ჭამენ ერთმანეთს და მთავრობა როგორ ჩავაბაროთ ამას. სწორია, მე კარგად იყენებენ მაგას ჩვენ წინააღმდეგ და იყენებენ კიდეც, ამიტომ შევიმუშავეთ წესები, რომ წესები უნდა არსებობდეს, რომლის მიხედვითაც მე რო არ დავჭამოთ ერთმანეთი, ხო? არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. იმისთვის რომ მშვიდობა გქონდეს ერთმანეთში და იმისთვის რომ ერთმანეთს თავს არ ვესხმოდეთ, როგორც აი ალიანსის დანარჩენი წევრები გინახავთ, რა ვიცი, ზურა ჯაფარიძეს თავს ვესხმოდი, იმას თავს ვესხმოდი, გვარამიას, ყველას თავს ვესხმოდი, ხო? იმიტომ რომ არ მომწონდა რასაც აკეთებდნენ, იმიტომ კი არა. ეხლა როცა მომწონს რასაც აკეთებენ და წესიერად იქცევიან, თავს არ ვესხმი, ხო? მეც წესიერად ვიქცევი. არ ვექცევი თუდად. მე გონდა რომ თქვენ იქნებოდით თავარი დამშლელი ალიანსის. მე მხოლოდ მე ვითხოვ წესრიგს, იმის გამო რომ არსებულ წესრიგს უპირისპირდები, ჩვეულებრივი ამბავია ჩემ წინააღმდეგ, სრულიად ცილისწამებლური კამპანიები, წარმოჩენა ისე თითქოს რაღაცის ამრევი ვარ და არაფერი შრომის ეთიკას ვითხოვ და წესებს. მეტეს არაფერს უწესოებისგან და უწესოები როცა წინააღმდეგობას მიწევენ, მე რა იქნება ეგეთი შთაბეჭდილება. თან მით უმეტეს თუ ეს უწესობა მეინსტრიმშია, ხო? როცა მეინსტრიმი ახლა ესეა, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მეთანხმებოდეს, მაგრამ მაინც ბრაზობდეს, რომ აი ამას რატო აკეთებს, რა დროს ესა. უბრალოდ მე უფრო ახლოს ვარ პროცესთან, ეს საქმე ვიცი და ვიცი, რომ ეს თუ არ გავაკეთე და ამოყირავდა ეს პროცესი და დემოკრატიზაცია არ მოხდა პოლიტიკური პროცესის ალტერნატივის მხარეს, ისე ვერ გავალთ სამშვიდობოს. ანუ ყველა ვარიანტში ეს გზა გავა ალიანსის, რატო ალიცეთ მშვიდად ალიანსთან დაკავშირები. გამარჯვების გზა ეს არის. სხვანაირად, ანუ წესებზე დაფუძნებული კოოპერაციის გარდა და იქ თანამშრომლობის გარდა, სადაც თანხმდებით, გამარჯვების გზა არ არსებობს. ანუ რომ არსებობდეს რაღაცა ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მზად არის, ანუ ესეთი რომ წარმოიქმნას, კი ბატონო, მაგას დავინახავთ ყველა, ხო, მაგრამ დღეს ხო ეგ არ არსებობს. და სანამ ეგ არ არსებობს, რაც არსებობს, იმათ უნდა ვითანამშრომლოთ და იმისთვის რომ ამ თანამშრომლობაში ერთმანეთი არ დავხოცოთ, გვჭირდება წესები. ხო და მაგას ვამბობთ, რომ წესები შეიმუშავეთ, დააფუძეთ ალიანსი, მაგრამ ამ წესების მიუხედავად მაინც ხოცავთ ერთმანეთს. ანუ არ მუშაობს ეს არასტორია, ჩვენ კი არ ხოცავთ ერთმანეთს, არავინ არ ხოცავთ ერთმანეთს. მიშა სააკაშვილი ირთმევინება წიხლებს და პასუხს ვცემთ მას უბრალოდ. და როცა წიხლების ცემა დაგვიწყო, ანუ ალიანსს დაუწყო, ხო? იმ მომენტში თავი დაიყენა უკვე გარეთ. ის ალიანსს მიღმა, ალიანსს შიგნით დაპირისპირება ვერ იქნება. ჩვენი შეთანხმების დოკუმენტი გამორიცხავს ალიანსს შიგნით დაპირისპირებას, ანუ გარეთ არის სააკაშვილი. და ეხლა მესმის, რომ ძალიან ბევრი ჩვენივე ალიანსის წევრისთვის რთულია ამისი აღიარება, იმიტომ რომ მაინც ეხლა რაღაცა უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნაცმოძრაობას, ვიდრე უნდა მიანიჭონ, ჩემი აზრით, მაგრამ რეალობა არის ესე იგი. ანუ დღეს ალიანსი უნდა გამიხილოთ ნაციონალურ მოძრაობის გარეშე და ისე რომ შიგნით არ არის არანაირი დაპირისპირება და გვინდა რომ კამპანია დავიწყოთ ერთობლივი იმისთვის რომ ალიანსი იხილავს თავის თავს. გასაგებია იმას შეიძლება ეხლა რა ვიცი მე ხვალ რო დავიწყო ნაპოლეონი ვარ მეთქი ეხლა ვინ დამიჯერებს ეხლა რადგან მე თავს ნაპოლეონად ვიხილავ ხო? ესე ხო არ არის ეხლა მილიონ რამე დიხილავ აღმაში თვით გამოცხადებული აღმაშენებელიც არის ხან უკრაინელია ხან ქართველია ამით ხო ფაქტები არ იცვლება. კი ბატონო და ბოლოს მინდა ისევ ევროკავშირის თემას დაუბრუნდეთ. რამდენად რეალურად გონიათ რომ ვიზა ლიბერალიზაციას გაგვიჩერონ და უფრო შორს წავიდეს ეს დაპირისპირება ევროკავშირთან და ამის გამო ხო არ არის სამხარაძის ეს რაღაც მორბილებული განცხადება? თუ რეჟიმი არ შევცვალეთ, არა, სამხარაძის მორბილებული განცხადება არის სტრატეგიული ბუნდოვანებისთვის, რასაც ბიძნევაშვილი იმ თავიდან აწვევა, თუ შეიძლება ეს ჟარგონი გამოვიყენო. რაც შეეხება უვიზოს დროის საკითხია უბრალოდ, თორე თუ რეჟიმი არ შევცვალეთ უვიზო გარდაუულად გაუქმდება. არა, იმიტომ რომ ევროკავშირი ჩვენი მტერი არა, უბრალოდ იმიტომ რომ რუსებს არ აქვს უვიზო. იმ ქვეყანაში, სადაც ირანის გავლენა, რუსეთის გავლენა, ანუ სადაც, რავი, ჯიჰადით იმუქრებიან ისინი, რა ქვია, საქართველოს მოქალაქეები და უვიზო მიგოსვლის უფლება აქვთ. და ანუ თუ ეგ სიტუაცია არის გარდაუულად, ანუ ჩვენ თუ რეჟიმი არ შევცვალეთ, უვიზო გაუქმდება გარდაუულად. არა, იმიტომ რომ ქართველ ხალხს ერჩის ევროკავშირი. არა, ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ რუსეთის და ირანის მოკავშირე პროქსი სახელმწიფოდან ნაკადი არ შესდიოდეს. მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იზავს ამას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეჟიმის შევცვალოთ, ანუ აზრი არ აქვს მაგაზე მსჯელობას. აუცილებლად გაუქმდება უვიზო. შეიძლება წელს არ გაუქმდეს, მაგრამ მომავალ წელს გაუქმდება. თუ რეჟიმს არ ვცვლით, უქმდება.